ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2021 წლის პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 13. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკიო და უნდა განსაზღვროთ აჩქარების გეგმილი დროის 6 წამ მომენტში. ხო, საუბარი არის, რო შევხედოთ, აი ამ მომენტზე. კონკრეტულად ამ მომენტს რო თავი დავანებოთ 6 წამ მომენტს, ხო? თუ დავაკვირდებით 4-დან, ისევე როგორც 4-დან 6 წამამდე, აგრეთვე 4 წამიდან 8 წამამდე სიჩქარის X დგენელის დამოკიდებულება დროზე აქვს ერთი ხასიათისაა, ხო? თანაბარ, კერძოდ თანაბარ შენელებული მოძრაობასთან გვაქვს საქმე, რადგან დროის ნებისმიერ ტოლშუალედში სიჩქარის X დგენელი ერთი და იგივე სიდიდით იკლებს, ხო? ამიტომ ჩვენ შეგვიძლია 4 წამიდან 6 წამამდე გამოვთვალოთ რისტოლიანი აჩქარება და იგივე იქნება 6 წამის შემთხვევაშიც. მოდით გავაკეთოთ ასე, მოცემულობის სახითაც რო დავწეროთ ახლა ჩვენ. 4 წამ მომენტში, როცა t 0 უდრის 4 წამს, თუ დავაკვირდებით ნახას, ამ დროს სიჩქარის Vx დგენელი, Vx0 დავარქვათ, მოდით, B0x დავარქვათ, ტოლი არის 6, ხო? 6 მეტრწამის. ხოლო 6 წამ მომენტში, როცა t უდრის 6 წამს, ამ მომენტში სიჩქარე Vx-ი ტოლი არის 6 კი არა და 0-ის, ხო? 0-ის ტოლია, კი ბატონო. 0-ის ტოლია. და უნდა ვიპოვოთ AX-ი. აი ამ დროით მონაკვეთში. თუ გავიხსენებთ აჩქარების განმარტებად, AX-ი ტოლი არის სიჩქარის ცვლილება, დელტა Vx-ის ცვლილება, შეფარდებული იმ დროსთან, რა დროშიც ეს ცვლილება მოხდა. დელტა Vx-ი იქნება Vx მინუს V0x-ი შეფარდებული დროის ცვლილებასთან, t მინუს t0. Vx-ი არის 0, 0-ს რო x გამოვაკლდება, მინუს 6 მივიღებთ და t-ს რო გამოვაკლდება t0, x რო 4 გამოვაკლდება, მივიღებთ 2-ს. ეს გამოგვივა მინუს 3 მეტრ-წამ კვადრატი. ესე იგი, საბოლოოდ რო დავწეროთ პასუხი, AX-ი ტოლი ყოფილა მინუს 3 მეტრ-წამ კვადრატის. პასუხი A.